დაბრუნდით ჩემო ძვირფასებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და გადაცემის მესამე ბლოკში ძალიან საინტერესო თემა შემოგთავაზებთ. ძველი ქართული ტრადიციული სამოსი სახელწოდების გამოფენა გაიხსნება დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. სტუდიაში შემოგვიერთდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი ცისანა მარინდაშვილი, მოგესალმებით და ქალბატონი თინდა ნაყეული დათაშვილი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მადლობა აი ამ ძვირფასესი ნამუშევრებისთვის, რომლებიც ჩვენ სტუდიაში მოიტანეთ და ჩვენი მაყურებლისთვის სპეციალურად. მინდა პირველ რიგში გითხოთ, როგორ ემზადებით გამოფენისთვის ქალბატონ ცისანა და კონკრეტულად რა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი? ამ გამოფენისთვის დიდი ხანია ჩვენ ემზადებოდით, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გამოფენა მოიცავს მთელ საქართველოს ყველა კუთხეს და უნდა მოგვეძიებინა ძველი ტრადიციული სამოსი, რომელიც თითქმის აღარ არსებობს. და აი ოჯახებში ძალიან ცოტა თუ აქვს შემორჩენილი. მუზეუმებში არის, მაგრამ ისიც ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მუზეუმიდან გამოტანა არ შეიძლება და ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, რომ ჩვენი ხალხისთვის არ გვეჩვენებინა ეს ყველა კუთხე და წარმოდგენილია არა მარტო სამოსი ტრადიციული, არამედ ამა თუ იმ კუთხისათვის დამახასიათებელი ფარდაგები და ეთნოტიპაჟები. ფოტომასალა მოვაგროვეთ ძველი მათი წინაპრების ჩამოვიტანეთ, გავადიდეთ აი აქ არის სწორედ ეს ფოტომასალა. ჩვენებ როდესაც ფოტოკოლაჟი დასრულდება. და ძალიან საინტერესოა ეს იგი როგორი ეთნოტიპაჟები იყვნენ ადრე, რა სამოსი ეცვათ, იმიტომ რომ ბევრი სამოსი აღარ არსებობს და აი ამ ფოტომასალის მიხედვით შეიძლება მათი აღდგენა. ერთ-ერთი მათგანის მორგება მეც ადრეწელა მაყურებელს ვეცი, მაგრამ ქართულად ჩემი ფორმების აჩაგებია. ხარჩამეტი, იმიტომ რომ აშკარად უფრო გამხდარი ადამიანის სამოსი იყო ეს. ალბათ. კი, აქ წარმოდგენილია ჩვენ გამოფენაზე თითქმის ყველა კუთხე დაწყებული ხევსურეთია, სვანეთი, აჭარა, საინგილო, აფხაზეთის ფოტომასალა, თუშეთი, ფშავი, ჯავახეთი, რაჭა, დეჩხუნი, თითქმის ყველა კუთხეა წარმოდგენილი. თუშეთის ძველესი ფოტო. ეს საიდან არის ქალბატონო? თუშეთის. ეს სოფლებშია მოძიებული ეს ფოტომასალა. და მე ჩვენ გავადიდეთ აქ და ესე წარმოვაჩინეთ. საინტერესო ფოტოა. ბატონო, კიდევ თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ ირაკლი რამდენიმე ფოტო. რა თქმა უნდა, თან შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ. აი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ის არის ნამუშევრებია, იმიტომ რომ ერთგვარი გაცოცხლება არის, თქვა საუკუნეების უკან ბრუნდები და ნახულობ როგორ ეცვათ, როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი წინაპრები. დაახლოებით რა პერიოდი ჭირდება მის შექმნას და როგორი ფოტოების მიხედვით შედგა აი ამ ეს თუჯინები არის ასმათ საღინაძის მიერ შესრულებული, რომელმაც მოიარა მთელი საქართველოს შეისწავლა იქაური ტრადიციული სამოსი და იმის მიხედვით აქვს გაკეთებული არა მარტო ქართული სამოსი, არამედ ზოგად კავკასიური სამოსიც. საერთოდ საქართველოში აი სოციალური ნიშნით გამოირჩეოდა ეს სამოსი, იყო და სხვადასხვა სახელს ატარებდა, იყო სადედოფლო, სამეფო, საერისკაცო, სამღვდელმთავრო, საბერო, სამონაზვნო, საღარიბო, სადიაცო, ასევე სამგლოვიარო და სადღესასწაულო და ძალიან საინტერესოა. აი ესენი თუ შეიძლება ქალბატონ ცისანა, მაგალითად ეს სამი თოჯინა რომ განმარტოთ რომელი სამოსიაცია. ერთი არის აი ეს მე მგონი აჭარული თუ სწორად. ეს აჭარელია, ეს არის სვანი და ის არის ქართლი. კი, და დანარჩენი თოჯინები ყველა არის საგამოფენო დარბაზში, ისე რომ ვისაც უნდა მოგზადეს და ნახოს. 19 საათზე გაიხსნება დასწრება, როგორც ყოველთვის თავისუფალია ქალბატონ ცისანა, ხო როგორც ვიცით. შემოსვლა თავისუფალია და ორ კვირას გაგრძელდება ეს გამოფენა. ეს არის მეომრის აღჭურვილობა და სხვათა შორის ჩვენ გამოფენაზე გვაქვს მეომრის აღჭურვილობაც. ჩაჩქანი, ჯაჭვისპერანგი თავისი ფარით და ხმლებით, დამბაჩით და საპირთაბლით. საქართველოში მაუწყებლობთ ჩვენ და ბევრი ადამიანი გვიყურებს. მოდით უთხრათ, თუ შეიძლება რომ დაგიკავშირდნენ, ვისაც კეთილი ნება აქვს იმისა, რომ ოჯახში შემორჩენილი აქვს მის წინაპრის ნივთი თუ სამოსი და უნდა რომ ეს ნახოს ბევრმა ადამიანმა და არ იყოს მხოლოდ მის ოჯახში. და შემაწოს თუნდაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დავით აღმაშენებლის სამოს დარბაზში მოგზაურობენ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეა იკითხონ. კი ბატონო, ქალბატონ თინაც მინდა ჩავთვალ საუბარში. ქალბატონი თინათინი არის ფშავიდან. არაჩვეულებრივი ხალხური ოსტატია, გარდა იმისა, რომ თვითონ ესე იგი აქვს ძველი ნიმუშები, კოლექცია აქვს მთელი ძველი ნიმუშების, ამავე დროს ზუსტ ასლს აკეთებს აი ამ ნიმუშებს და ასწავლის თვითონ ძალიან საინტერესოა. თვითონ თქვენ ვისგან ისწავლეთ ქალბატონ თინათინ?
10 წელია დავბრუნდი ფშავში, დავიბადე, გავიზარდე, განათლებაც მიიღე, მაგრამ ცხოვრობ თბილისში, მაგრამ 10 წელია დავბრუნდი, იმიტომ რომ რო სტუმრობდი ფშავს, ვამჩნევდი, რომ წინდასაც აღარავინ ქსოვდა. ეს ტრადიცია თითქმის მიინავლა, რო იტყვიან და ვიფიქრე, რომ დავბრუნდებოდი უკან, იმიტომ რომ მე ამას აქ თბილისში ყოველთვის ვაკეთებდი. დიდი გავლენა იქონია იმანაც, რომ რამდენიმე წლის წინ საპატრიარქომ გამოაცხადა ასეთი ფესტივალი, თანამედროვე სამოსი ტრადიციული ელემენტებით გახსოვთ ალბათ. ამაში მივიღე მონაწილეობა, დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა გაკეთებულმა სამოსებმა, თანამედროვე ოღონდ ტრადიციული ელემენტებით და ამავე დროს ინტენსიურად დაიწყო შეგროვება, თუ რამის მოპოვება შეიძლებოდა. მოვიარე ფეხით ჩვენი კუთხე ფშავში, მთის სოფლებში, თუ სადმე რამე იყო, პატარა საყელოს, მაჯა, თუ რამე შეჩენილი, ყველაფერი შევაგროვე და ამის მიხედვით შემდეგ გავაკეთე სამოსები, მთლიანი კომპლექტები. 4 ჯერ განიცადა ფშაურმა სამოსმა ტრანსფორმაცია. ჯერ ერთნაირი გვეცვა ჩვენ და ხევსურებს, აი მთლიანი სამოსი, ქოქოლოთი, შემდეგ გაიყო რაღაც წელიანი კაბები გაკეთდა, შემდეგ უკვე სამეულები და ოთხეულები კოსტიუმი, რუბაშკას ეძახიან, ბოლოკაბა და ფასტამელა. ეს ფასტამელები ფშავისთვის არის დამახასიათებელი. სამნიშნელოვანია ასევე ტერმინოლოგია და მისი შემონახვაც აუცილებელი. ყველაფერს ამას წერ კიდევაც წიგნად გამოვა. აი ეს 4 ჯერ განიცადა რომ ამბობდით, შეიძლება ძალიან დამაინტერესა რომ 4 ჯერ, აი გითხარით. ჯერ იყო თავიდან მთლიანი, აი როგორც ტოლით ნაკერი ქვია, ეხლა იმ ხევსურულ სამოს, აი ამ ქსოვილსაც ყდებდნენ ქსოვდნენ თაში, ტოლები ერქვა, დაზგაზე ნაქსოს. როგორც მოჭრიდნენ ტოლიდან, ეს ალბათ მეტრას იგანე და მთლიანი ეს ყდის მაღლა, როგორც მოჭრიდნენ, გამოაჭრიდნენ კლავებს, საყელოს ჩამოიცვევდნენ და მარტო გაკერავდნენ. სილამაზისთვის მე ფერადი ძაფებით უკეთებდნენ ბოლოებს, მოუქარგავდნენ საყელოებს, მაჯებს. აი ეს კადრში შეგვიძლია კიდევაც. ეს ის სამოსია, რომელიც მე არ ჩამეტია, ჩემთვის. ხო, ეს ნაკერგული სამოსი. რომელიც არის ეს ტოლის ნაკერგი და შემდეგ ეს ნაკარგები ხევსურებმაც გვიან დაიწყეს. მანამდე ესეთი ორნამენტირებულიც არ იყო. ეს უცოტა გვიანდელია. ხომ არ უჭირდათ ოჯახებს თქვათ იმ ნივთების დათმობა, თქვენ ახსენეთ რომ მთელი ფშავი აი ძალიან უჭირს და ისე მიხარია, აი ფშავში მაგალითად ფარდაგი არავის არ გაუყიდია. მე უბრალოდ ზოგმა მაჩუქა, ზოგმა იმიტომ ჩვენ ფშაური სახლის გაკეთებას ვაპირებთ ძველი ფშაურის ნამდვილს ფშავში და იმისთვის რომ დავდოთ როგორც ნიმუში. დათმობა უჭირთ ძალიან, შეიძლება გათხოვონ, მაგრამ აუცილებლად მოგთხოვენ ცოტა ხანში და დაუბრუნო. ხა თქო უნდა მათთვის ისტორია, მათი ოჯახის ისტორიაა და ბუნებრივია ძალიან კარგი ინახავენ და ყველაფერი არ გაყიდეს, აი ეს თურქობა რო იყო, ანუ თურქეთში რომ იქოდათ ყველაფერი. არა, ჩვენ და შემონახულია. ძალიან ბევრი თქვენი საოჯახო არქივი რამდენად მრავალფეროვანია ქალწანთინეთი. ეს კარგ ფშაურ სახლს ეყავ. აჰა, ესე იგი საკმაოდ დიდი ეთნოგრაფიული მასალაც სამოსიც მე აღვადგინე. ეს კარგი კომპლექტი, კი. ფშაურ სახლს გავაკეთებ. ჩვენ ფონდა სოათაშვილის გალერეაში გამოფენა ალბათ თინა ნაყეურის, ეს იყო ძველი და ახალი ფშავი. ერთ დარბაზში იყო გამოფენილი სულ ძველი ნივთები, ყოფითი და მეორეში იყო ქალბატონი თინას მიერ შექმნილი ახალი ნიმუშები, ძალიან საინტერესო გამოფენა იყო და ესეთივე გამოფენა უნდა იყოს ახლა მალე თუშეთზე, ძველი და ახალი თუშეთი. საინტერესო თქვენს ოჯახში ვინ მისდევდა თუნდაც ხელსაქმეს? საოცარი ხელსაქმის ოსტატები მყავდა ბებიები, დედაც. ეხლაც გაუჩარ წინდებს ქსოვს. ქიმია, ბიოლოგია განათლებით და სკოლაში ჯერ ვასწავლე. მე სკოლაში ვასწავლე ხელსაქმეს ბავშვებს. ყველაფერი იციან უკვე ბავშვებმა, რაც შეიძლება. და ინტერესი საზოგადოების მხრიდან რამდენად არის, რომ საზოგადოების მხრიდან ნაკლებად და ბავშვების, აი მხარში თითქმის ნაკლებად დაგიდგება ვინმე ამაში. რაღაც ეს პრობლემად ხდება ეს მაგალითად, იმიტომ რომ სიძველისკენ მიმართულება ისტორიის შესწავლა ალბათ დღევანდელი საუკუნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, იმიტომ რომ ბევრი რამ ამტკიცებს ამას, რომ ჩვენ გვაინტერესებს როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რა ემოსათ მათ, როგორ თქვა გამოიყურებოდნენ და რატომ არის ეს საზოგადოების ნაკლები ინტერესი ამ არა, საზოგადოების ნაკლები ინტერესი შეიძლება არც ვთქვა, არა, ეს არის ეკონომიურ მდგომარეობაზე დამოკიდებული. ვისაც მოწონს და ვინც იცის იმის ფასი, იმას თანხა არ აქვს, რომ იყიდოს და ვისაც თანხა აქვს, იმას შეიძლება
არ აინტერესებდეს და აი ეს არის მიზეზი, იმიტომ ამას იმდენი თანხა ჭირდება ამის შექმნას, იმდენი დრო და ენერგია ჭირდება. ერთი ხევსურული სამოსი რო გააკეთოთ, ნახეთ რა წმინდა ნახაზია. ერთი წელი მაინც უნდა და ერთი წელი იმუშაო, ამას არ გაყიდის, ან ვერ გაყიდის. ამიტომ ხალხი უკვე ოჯახის შენახვაზე ფიქრობს და ამას ნაკლებ დროს თორე ინტერესი განა არ არის, მაგრამ ყოფითმა იმ მდგომარეობამ და ცხოვრება მოიტანა ეს, რომ სოციალურმა მდგომარეობამ ეს საუკეთესო ტრადიციები, რაც ჩვენ გვაქვს, უკან იწევს და ამიტომ ვცდილობთ ეს ჩვენი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რომ ეს რაღაცნაირად წამოვწიოთ სოფელ-სოფელ დავდივარ. ძალიან გვეხმარებია სხვადასხვა სამსახურს უწევენ ნამდვილად რესპუბლიკას, რომ ასე აი ეს რა არის მაგალითად ქალ? ეს არის საფულებ შაური. არის ისაც ალბათ ხო? ბუაჟნიკები ასე რომ ეძახით რუსულად. შაურებს ჰქონდათ 200 წელს წინ. აი ესეთი ასეთი ამას ქვია წინდა კალათა და აი ასე. გულში ინახავდნენ. ქალს ასე ეკეთა ხელზე. შავში შეგვიძლია ნახოთ. ძაფები ეწოდა თან წინას ხსოვდა რომ მიდიოდა. ეს თუ ქართული ორნამენტია? კი, კი. ეს ძველი არის ხო, ძველი ხონდა. ძალიან. წარმოიდგინე ამას უქნდა ვაჟი ქალს. ხო არის ცნობილი შაური წაწლობა. ასე სულას გადაღებული რაღაც თემა. ყოველთვის ქალი ვაჟს ჩუქნიდა და იდამხელა შრომაში. ესე იგი როგორ უნდა ყვარებოდა რომ ეს ეჩუქებინა იმისთვის. და თვითონ აკეთებდა ამას? თვითონ აუჩება და ყოველში ინიციალებიაზე. ესე იგი ვიღაცა არის სადარი აქ მაგალითად თუ არის ინიციალი და აი ეს აი ალბათ უკანა მხარესაც არის ამოატრიალე ირეკლი. უკანა მხარეს. აი კიდევ ერთი შაური საფულე, რომელიც ზოგან იყო თმა ჩაკერებული, ანუ გოგოს თმა ის ამას აკეთებდა და ასეთი ინიციალები. ეს ბევრი გვაქვს უკვე აღდგენილი, ზოგან ძივებითაა გაწყობილი, ნუ რაღაც საოცარისთან ნამუშევრებია. აი ეს აი მაღლა როდებს აი ერთი ხო, აი ნახეთ. ეს უფრო ისეთი გაკეთებული. მისი სახელი წერია, ვისაც მიუძღვლიათ იოსები. აი ეს დაახლოებით რამდენი წლის არის ქალბატონი? ალბათ 100-ზე მეტი, რა თქმა უნდა. საუკუნეზე მეტი. ესეც საინტერესოა ზომა. ეს ქალია. აი ხანება. ეს ქალია გამოსახული, რომელიც პირადადმა პირველად ხედავ. ხო, ეს ნახეთ როგორ არის გაცვეთილი. და ხელით ამის კეთება, რა თქმა უნდა, ძალიან ის შრომასთან დაკავშირებული. რა საინტერესოა. ძალიან ლამაზი. როდესაც ურთიერთობა გაქვს საუკუნოვან. და აი ასეთივე ნაწრებით არის სამოსების ჩვენი ფშაური. ძალიან ლამაზია ყველაფერი. ეს არის ხევსური ქალი. არა, სახჭულებაც ლამაზი. ძალიან ლამაზი თოჯინებია. კი, ძალიან და თანაც ზუსტი ასლია იმ სამოსის, რაც ჰქონდათ. ეთხევსურია. კი. განსაკუთრებით მომეწონა სვანი ქალის სვანი ხო. ეს რაღაც ისეთი დახვეწილი. გარდა ამ ქართველ მოხევებს აქვს საოცრად ლამაზი. ხო, მოხევებისაც ძალიან კარგია. და ეს ყველაფერი იქნება ხო გამოფენილი? ყველაფერი არის გამოფენილი, კი. სვანი ქალის სამოსი ალბათ 21 საუკუნეში ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ახლაცაცვიათ. დიახ. ახლაც შეხვდებით ესეთ შემოსილ ადამიანებს. აი ეს რა არის ქალბატონო? მაშკა ფასტამელა. ფართუკი, ანუ. ამას წინსაფარი ხო? დიახ. სამშვენისია, ეგაც. მოკარგული ესაც? კი. ძალიან ლამაზი. ძალიან დიდი ფეროვანი ნამუშევრებია და ორ კვირას გაგრძელდება. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დავაანონსოთ, როდის იქნება გამოფენა, სად შედგება, გამოფენა დღეს 17 საათზე, 19 საათზე, 7 საათზე გაგრძელდება ორი კვირა და ამ გამოფენის შემდეგ იქნება სამოსელი პირველის გამოფენა. რატომ გავაკეთეთ ეს, როგორ გრძელდება აი თანამედროვეობაში, აი ამ ძველის აღდგენა და გამეორება და ესეც საინტერესო გამოფენა იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ყველას გაქვთ საშუალება რომ დღეს 19 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მიბრძანდეთ და ათვალიეროთ და გაეცნოთ ძალიან საინტერესო გამოფენას და ეს ყველაფერი უფრო ახლოსაც ნახოთ და არა მხოლოდ ეს ძალიან მრავალფეროვანი მასალა. ჩვენ გემშვიდობებით